დღეიდან ყოველ 4 შაბათს ჩვენი შეხვედრის ადგილი ტელეკომპანია პირველია და დღეიდან ყოველ 4 შაბათს მე მოგიყვებით სინდისის პატიმრის საქმეებს, მოგიყვებით პროკურატურამ როგორ ვერაფერი მოახერხა ამ დრომდე, როგორ ითხოვენ ვადების გადაწევას, რადგან ვერანაირი მტკიცებულებები ამ დრომდე ვერ მოიძიეს. დღეიდან ყოველ 4 შაბათს სინდისის პატიმრების საქმეები სხვა ნანუკაში. როგორც იქნა მოგწიე, როგორც იქნა. მარიამი წასულია, შეწავედნენ, ხაშურში წავიდნენ და გია პატარა გოგო სახშია. რამდენი წლისა პატარა გოგო? ცოტა შორს უნდა წავიყვანოთ წარსულში. კი ბატონო. აღვიდგინოთ 2 თებერვლიდან რა გახსოვთ? გათენდა? პირველ ესენი საერთოდ ამ კანონიერი ზვიად გამსახურდიას დამხობის ჩემის როგორც ითქმება ისე თქვით. თქვენ ემოცია როგორც გათქმევინებთ ისე თქვით. იმის შემდეგ უკვე დადიოდნენ მიტინგი. აი ესე ანუ თქვენი შინაგანი რწმენა და ინტუიცია თუ არ ვიცი სრული გეუბნება და თქვათ რომ ზვიად გამსახურდია როცა დაამხეს და ეს ასე იყო. კი, ეს ასე იყო დეკემბრის 21 დეკემბრიდან დაიწყეს. მაშინ უკვე დაიწყეს ჩემემო ოფიციალურად დაიწყეს უკვე მიტინგებზე სიარული და მანამდე გიორგი სამხედროში იყო წასული და 7 დეკემბერს ჩამოვიდა სამხედრო და ესეთი ამბავი რომ მოხდა ძალიან უყვარდა ზვიადი და ისა და იმის შემდეგ სულ დადიოდნენ ხოლმე მიტინგებზე. ამ 3 იანვრის მიტინგი დიდუბეში რომ დაარბიეს იქაც იყვნენ იმ მიტინგის დარბევაზე. სახში რომ მოვიდნენ, ესე იგი შეწუხებულები იყვნენ, დედა რა ნახა ჩვენმა თვალებმა, ხო დახვრიტეს ეს ხალხი და აი სისხლის გუბეებში როგორ დადიოდნენ ეს ავტომატებითა და იმითიო ეს თვითონ ეს ისი ამ პუჩის ხალხი და სიგუა იოსელიანი კიტოვანი ესენი ბატონობდნენ და ამათი იყო მაშინ ყველაფერი. მაგრამ მაინც არ შეშინებიათ, მაინც უდადიოდნენ. აი ბიჭი გადაი. აი აგერა. გადაი ბიჭი გადაი. მარინა დერიშვილი. მე ეხლა 2 მყავს. რამდენი შვილის დედა ხართ? ზოგადად 3 შვილის დედა ვარ, კი. პირველი გიორგი ტერეშვილია. რომელიც ახლა დაკავებულია. მეორე იყო მამუკა ტერეშვილი. რომელიც 92 წლის 2 თებერვალს მიტინგზე მომიკლეს. და მესამე მანანა ტერეშვილი. 48 წლის. მამუკა რამდენი წლის იყო მაშინ? მამუკა 2 თებერვალს ხო გარდაიცვალა და 14 თებერვალს გახდა 18 წლის. 1 თებერვალსაც იქ იყვნენ მიტინგზე, მაშინაც ხო ძალიან დიდი მიტინგი იყო. კანცელარიასთან იქმერე წყლის ჭავლითა და იმითიც თუ დაარბიეს, დაასველეს ესენი. მოვიდნენ სახში, დაწუწული მოვიდნენ რომ მეც იქ ვიყავ. ფაქტიურად მეც ამ ჩემ შვილებთან ერთად ვიყავი სულ. აი თქვენი შვილი და აქციის მონაწილეები რასა პროტესტებდნენ აქციას, რა მოთხოვნით ატარებდნენ მაშინ? მაშინდელი მოთხოვნა იყო ზვიად გამსახურდიას დაბრუნება ისევა. აპროტესტებდნენ ზვიადის დამხობას. აპროტესტებდნენ ზვიადის დამხობას, კი. და ამას ვერ ეგუებოდნენ და ამის ზვიადის მხარდამჭერი მიტინგები ტარდებოდა. იყო მაშინ და სიამოვნებით მიდიოდნენ, რომ არც მიჯერებდნენ, რომ ან დამეშალა, ან მეთქვა, რომ ან არ წახვიდეთ, ან ვერც ვეტყოდი. იმისთან სულისკვეთებით იყვნენ ესენი. ნუ ეს 1 თებერვალმა ჩაიარა, როგორც კი მოვიდნენ სახში საღამოს, გათენდა დილით 2 თებერვალი და უნდა წავიდნენ. არა და მე უკვე ვიცი რომ წინა ღამეს გამოაცხადეს რომ არ დავინდობთო ხვალო მიტინგზეო, დავშლითო, დავარბევთო. თუ გახსოვთ ამ განცხადებებს მაშინ ვინ აკეთებდა? მაშინდელი ხუნტის წევრები სიგუა კიტოვანი იოსელიანი ეგენი იყვნენ და გელა ლანჩავა კიდე იყო მაგათი ბრძანებების შემსრულებელი. მაშინ კომენდანტი იყო გელა ლანჩავა. დილით რომ უნდა წასულიყვნენ. ახლა მე როგორც დედა მაინც ვაფრთხილებდი ჩემ შვილებს და მეშინო და ვაფრთხილებდი დედიკო ფრთხილად იყავით მეთქი და თან მეც უნდა წავსულიყავი, მაგრამ ესენი უფრო ადრე წავიდნენ ჩემ სახლიდან და გიორგი, მამუკა და ჩემი მულიშვილი ერთად წავიდნენ და მე რო ვაფრთხილებდი ამათ ნანუკა
გადამხვია ხელი მხარზე და ესე მითხრა დედიკო რისა გეშინიანო რა მოხდება ერთი შვილი შენ შესწირო საქართველოს აი ჩემ გონებიდან ეს სიტყვები არ ამოვა ალბათ მანამ ცოცხალი ვარ რატომ რათ მეუბნები შვილო ამ სიტყვებს მეთქისა ნუ გეშინიანო აი ესეთი ამ სიტყვებით დამემშვიდობა და წავიდა და თან მითხრა რომ ვიცოდი რომ იმ ვაგზალზე ძალიან დიდი მიტინგი იყო რატო 100,000 კაცი 140 და ამ მიტინგზე ვიცოდი რომ სადაც უნდა შემხვედრო და ვიცოდით ადგილი რომ ამ ადგილზე უნდა შემხვედრო ანუ სხვადასხვა დროს მიდიოდით ამ ისინი ადრე წავიდნენ კი დილითა და მე და ჩემი მული წავედით და მეზობელი ერთი და ვიცოდი რომ იქ უნდა შემხვედროდან მან გამოსვლები ჰქონდათ სიტყვით რამე და რო დაიძრნენ და მიდიოდნენ კანცელარიასთან და წასულიყვნენ კიდე და არ შემხვდნენ ეს ბავშვები რო არ შემხვდნენ ისე მოხდა რომ ეს მიტინგი წინ მიდიოდა და მე ამ ჩემი შვილების ძებნაში კი ჩამორჩი ცოტა უკან მაგრამ მე ცოტა სწრაფი ნაბიჯით კი დავეწია და მამუკას თურმე მე როგორ შემხვდებოდა ამას დროშა ეჭირა და მიტინგზე წინ მიდის ანუ მე დროშა იყო როგორ შევხვდებოდა რომ გადავიდნენ ამ თამარ მეფის ხიდზე იქითკენ დახვდათ ჩახერგილი ავტობუსებითა და იმითი გზა წყლის ჭავლის მანქანები ისინი იდგნენ და ცირკის ფერდობზე ჩასაფრებულები იყვნენ ნიღბებში ნიღბიანი ეს არაკაცები ესენი როგორ გაიმეტეს ჩასაფრებული როგორც კი გადავიდნენ იქითკენ და დაიწყეს სროლები ამისი უფრო ძალიან შემეშინდა მე ჩემს შვილებს ვერ ავპოულო რა ვქნა სროლის ხმა მესმის გავიხედე მარცხენა მხარეზე ხალხმა თქვა ვითომ რომ დავიჩოქოთო და არა არ გვესვრიან ესენი ისეთ ფუჭიტყვიები ეგონათ მაგრამ ის ფუჭიტყვიები არ იყო რამდენათა წინ წავედი და გავიხედე მარცხენა მხარეს დავინახე რომ მარტკურის მარცხენა სანაპიროზე მიყავდათ დაჭრილი ერთი და თავში დამარტყა მერე უფრო რომ ვერ ავპოულობდი მერე გავიხედე რომ აქეთ მარჯვენა მხარეზეც კიდე ვიღაცა მიყავთ დაჭრილი და ბიჭები იყვნენ შემოხოულები და წარმოიდგინე რომ ფეხსა ბოტასებით ვიცანი ჩემი შვილი მე ჩემულს უთხარი ვაიმე ლიანა მე მგონი მამუკა მიყავთ დაჭრილი მეთქი და რო ჩაიყვანეს ესა სასტრაფოც მალე მოვიდა იქ მაგრამ მე ამ თავქვეზე ისე ჩავედი სირბილითა რომ უკვე აღარავისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება აღარც ჩემი მეზობლისთვის აღარც ჩემი მულისთვის ვიღაც დარდი მქონდა დამეში მაგრამ სასტრაფო მალე მოვიდა მაგრამ იმ ნიღბიანებას სროლა რო დაიწყეს და პირველი ტყვია მამუკას მოხდა სნაიპერის ტყვია საძილი არტერიაში მოხვედრილი საროჭკაცა მაქვს ისე ვისენანუკა შენახული შეგიძლიათ მომიტანოთ იქ რო გახადეს მერე იმ ტალახში და იმაში ისევე მომიტანეს მერე არც გამირეცხიეს ესე მაქვს შენახული ეს სნაიპერის ტყვია სადა აქვს მოხვედრილი საძილი არტერიაში ეს თურმე ადგილზე ვეგარ დაიცვალა და მე რო ჩავედი იმ თავქვეზე და სასტრაფომ წაიყვანა მე სასტრაფო მანქანაში არ ამიშვა ესე იგი მიხვდნენ ალბათ რომ უკვე გარდაცვლილი იყო მე წავედით რამდენი წელი ამ პერანგს 33 ხდება ახლა 2 თებერვალს და ესე ინახავთ აი ესე ვინახავ მე რომ მოვკვდები თან წავიღო ეს საროჭკა მე და ემოციურად არ გიჭერთ პირიქით არა აი რაღაც მიჭირს მაგრამ მინდა რომ მე მქონდეს მანამ ცოცხალი ვარ მე და მე რომ მოვკვდები ჩემ ქმარსაც არ გავატანე მე რომ მოვკვდები მე წავიღებ მე ჩემ შვილთან და არ გახსნა რაღაც მგონია რომ ყველაფერს თავის მეხსიერება აქვს და ამას რაღაც ძალიან ძიმე ტრაგიკულ ისტორიას გახსენებთ ეს ამბავი და ძალიან მაგრამ ეს ტრაგიკული ისტორია სულ არის ჩემთვის ნანუკა მიუხედავად იმისა რომ 33 წელი ხდება მე 33 წლის განმავლობაში შავი არ გამიხდი აი ესე დავდივარ ისე მე შავებში 33 წელიწად და ვერც ვეგუები იმას რომ აი რაღაცა გავიხოდო რაღაცა ფერადი ჩავიცვა და იმას ავქნა მეთქი ამასაც ვერ ვეგუები მე წავედი საავადმყოფოში მივედით მაგრამ მოატყუებდნენ ბიჭები ქვეყანა მომიტინგები და ისინი იყვნენ რომ ვითომ საოპერაციო სადარი მამუკა საოპერაციაში ყავთო და ისე მოხდა რომ მე შევიპარე მე აღარავის აღარ მივაქცია ყურადღება შევიპარე და შევედი იქ
მაგრამ ის თქვენ მტერს და თქვენი შვილების დამაწყებას უკვე რაც მე იქ დამხდა რა. დამკოკო გარდაცვლილი იყო. ხელები შეკრული, პირი აკრული, ფეხები შეკრული და აი არ ვიცი, რა მომართებოდა წარმოიდგინეთ. აი ესეთი ამბები გადავიტანეთ. ამოსუნ თქვა, რამდენი ხანი გაგიჭირდათ? რა ვიცი, ჩემთვის ეხლაც ძიმია ეს ყველაფერი რა ვიცი. ძიმია ნამდვილად. როგორ გააგრძელეთ ცხოვრება? ცხოვრება გზა მქონდა. ორი შვილი. ეს რატო გააგრძელეთ კი არა, რა თქმა უნდა გაგეგრძელებინათ, მაგრამ აი თქვენი ეს ემოციური ნაწილი ალბათ როგორ გეზიზღებოდათ შემდეგი ეს მთავრობა, ეს კიტოვანი, ეს იოსელიანის. აი და რომელია მაგათი სახელისა და იმის გახსენებაც აღარ მინდოდა და გვარებისა, მაგრამ აი ეს როგორღაც გადავიტანეს ყველაფერი ძალიან დიდი თანადგომა მქონდა ჟურნალისტებისგან სულ მოდიოდნენ აი იმდენი მაქვს გაზეთები და ისინი სავსე გარდასულებით ჟურნალისტებისგან თქვენი თანადგომით რომ აი ესეთი მათ ხართ გიორგის მიმართაც აი ძალიან რა თქმა უნდა მიამაყება და რა ვიცი უფრო მეტი საფრთხის შეგრძნება არ გაქვთ ახლა როდესაც თქვენი მეორე შვილი ისევ აქციებზე დადის ისევ რუსეთს ებრძვის ისევ რუსეთს ხო და ზუსტად იმიტომ დადის ნანუკა ჩემი ძმა რას შეეწირაო გიორგიც მაგას იძახის ჩემი ძმა ამ დამოუკიდებლობის თავისუფლებისთვის და ამ მისთვის ვიბრძოდითო და ეხლა საით მიდის ისევე ეს ქვეყანაო ეხლა გვინდაო ჩვენ ევროპული მომავალი ევროპისკენ წასვლა უკეთესი ცხოვრება უკეთესი საქართველო თავი შვილებისთვის შვილიშვილებისთვის და ყიმათთვის მაგრამ აბა ვინ გვაცდიან ამას ისევ რუსეთისკენ მივყევათ რისთვის დაიხოცა 9 აპრილს ამდენი ხალხი რისთვის დაიხოცა ზვიადის შემდეგ ამდენი ხალხი ეს ზვიადიც ესე დაამხეს და ესე იმის სიკვდილიც გასაიდუმლოებულია დღემდე ან როგორ მოკვდა და როგორ მოკლეს უფასწორი როგორ მოკლეს თორე არ მოკვდა თვითონ როგორ მოკლეს იცით რა მითხარით გია როგორ როდის დაიჭირეს გია დაიჭირეს 6 დეკემბერს და აქ სახლში მოვიდნენ გია გასული იყო დილით და აილოდებოდნენ აქ გონი 7 მანქანით ყოფილან მოსულები მე სამსახურში ვიყავი არ ვიყავი სახლში რომ მოსულა როგორც კი მოსულა და მანქანა გაუჩერებია შემოეხვევნენ გარშემო თურმე სულა რა შეასაქმეო გია ეკითხებოდა გადმოიყვანეს მანქანა და ჩაუსვიეთ თავიანთ მანქანაში და გეტყვითო რაშიც არის საქმეო და თქვენაო მიტინგზეო იყავითო დაფიქსირებული ხართო კადრებია გადაღებულიო და წყლის ბოთლს ესვრითო პოლიციასო პოლიციის მხარეზე ისვრითო წყლის ბოთლსო აი ამითი იმას და მე გია წაიყვანეს ამათ უთხრეს მეუღლეს და იმათ რომ დიღმის იზოლატორში გადაყვავსო და ესენი წავიდნენ იქ დიღმის იზოლატორში და გია მოაბრუნეს თურმე ისევ უკან 9 საათში ისევ უკან მოვიდნენ სახლში და დაიწყეს სახლის ჭხრება ანუ სახლი დაცალეს გაჩხრიკეს გაუჩხრეკიათ სახლი არ ვიყავი მე სახლში და მე რომ მოვედი უკვე გარეთ იმისთან ამბავი დამხვდა რომ ვიცახი რა ხდება თუ არავინ ხარკის რამე ამოიღეს სახლიდან? არაფერი რა უნდა ამოეყოთ მტკიცებულება რა აქვს საქმეში? აი ეგ აქვს რომ წყლის ბოთლს ისვრიო და მე მეტი მტკიცებულება არ ვიცი და 10-ში რო ეხლა სასამართლო იყო ვერაფერი მტკიცებულებებიო ვერ მოვიპოვეთო და გადადეს სასამართლო 5 მარტისთვის არა ეხლა მაინტერესებს გიას განწყობა შეგინდა როგორია რას გეუბნება? გია ძალიან აი იმედიანად არის ძალიან განწყობილი. ძალიან რა აძლევს ამ იმეს თქვენი აზრით? არ ვიცი. არ ვიცი. და რატო აღარ დადიხართ მე ტელევიზორში სულ გათვალიერებთ ხოლმე რომ გნახოთ რატო აღარ მიდიხართ მიტინგებზე აქეთ გვაუბნება კიდევაც. რატო აღარ მიდიხართ? თავის გოგოს. კი როგორ არა გამოვდივართ ხოლმე. თავის მარიამიც მეც და თავისი მარიამის ქმარიც და ხან ეს გოგოც მოყავს ხოლმე 6 წელს არ მაინც გამოვდივართ ნანუკა მაინც მიუხედავად იმისა რომ ამხელა ტრამვებისა და ამხელა უბედურებების შემდეგ მაინც რაღაცნაირი ბედის წერა გაქვთ ხო? არ ვიცი არ ვიცი აი რაღაც შვილები გაუჩინეთ სამშობლოს
ის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ამეროვნულ მოძრაობას ებრძოდა, ეს კიდე ევროპული მომავლისთვის და იმისთვის იბრძვის ახლა ეს. იგივეა, ეხლა დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით. იგივეა, რომ არ დავკარგოთ ჩვენ დამოუკიდებლობა და თავისუფლება. იცით რა მითხარით? ეს რაღაც აღზრდის ამბავია, ამას ბავშვობიდან ასწავლიდით? თუ თვითონ, ანუ ორივე შვილი ერთნაირი რო ყავთ, ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა. რა ვიცი, ოჯახიც ისეთი გქონდა ჩვენ და ის რომ რა ვიცი. აი როგორი, რას გულისხმობთ? აი ძალიან ერთმანეთის მოსიყვარულეც და სამშობლოს მოსიყვარულეც და ყველაფერს რომ განვიცდიდით ამ ზვიადის ამბების შემდეგ და ძალიან მათ ვიყავით სულ ყველანი განწყობილი რა. თქვენ რა იმედი გაქვთ? თქვენ როგორ ხედავთ მომავალს? რა ინანუკა მე ძალიან იმედიანად ვუყურებ რა. რომ არ გავიმარჯვოთ და რო არა ესე იგი მართლა საქართველოს სულ აღარა ყოფილა და აი მე მექნება უფრო მეტი სანერვიულო რომ ჩემი შვილი სისხლით ტყილად დავრილა. ტყილად შეეწირა ისიც ამ საქართველოსა და მეორეც კიდე იგივე მდგომარეობაში მყავს. ეხლა ღმერთმა ჯვარი დასწეროს ამას კარგად იყოს, მაგრამ დაჭერილია და ციხეა მაინც, რა ვიცი, ციხეშია. მადლობას გეუბნებით უამრავი 100,000-ობით ადამიანის სახელით, რომელიც ახლა ტელეგრამთან არის. მადლობა ასეთ შვილებისთვის. მეც მადლობა თქვენი თანადგომისთვის და აი ეს თანადგომა მართლა მაძლიერებს მე უფრო, იმიტომ რომ არც იმის შემდეგ არ მომკლებია მე ყურადღება. აი ახლა ვინც გაიგეს ტელევიზორით რო გაიგეს რომ გიორგი ტერიშვილი დაიჭირეს, ზვიადისტებისგან იმდენი რეკვები შემოდის ჩემ ტელეფონში ზარები, რომ ვაიმე მამუკას ძმაო და მამუკა უკვე სულ ყველას გაუახლდა ახლა. უკვე განახლება მოხდა ამ ყველაფრისა უკვე მამუკასთვისაც და აი ამითი ვიიმედებ კიდე თავს და ამის თანაშვილის დამკარგავს მე არ ვიცი. ის რაც მოხდა 92 წლის 2 თებერვლის იმ სისხლიან კვირა დღეს ეს 9 აპრილის ტოლფასი იყო ნანუკა. კი, ნამდვილად. 9 აპრილის ტოლფასი იყო. 9 აპრილს რუსის ჯარმა დაარბია ხო? და ესენი ქართველებმა. ესენი ქართველების ხელით მოხდა ქართველების გენოციდი. აქ ქართველების ხელით მოხდა ყველაფერი. აი რო იტყვენ ეს ბავშვები არიან ვინც მაშინ დაიხოცენ მე ესე მგონია რომ ესენი არიან სამშობლოსათი ზვარაკად შეწირული ახალგაზრდა. აბა რა არიან გონიათ არ ასია სამშობლო შეეწირნენ. სამშობლოსათი ზვარაკად შეწირულები არიან. ყველაზე ეროვნული პრეზიდენტის კი ყველაზე ეროვნული პრეზიდენტის და რაც ვერ აიტანეს და იმის შემდეგ მიუხედავად იმისა რომ ხუესი აცხადებდნენ რომ დაარბებდნენ დაშლიდნენ არინდობდნენ და ისა მაინც არ ეშინოდათ და იძულებულ მეც დავდიოდი ნანუკა მაგათთან ერთად მეც ჩემი შვილების გვერდით ვიყავ. აი ესეთი. მადლობა. კიდევ ერთხელ 100-ჯერ და 100-ჯერ ყოველდღე მადლობა. ის სანამ ცოცხალი ხართ და დარწმუნებული ვარ ძალიან დიდხანს იცოცხლებთ ყოველდღე მადლობა. ყოველდღე მადლობა თქვენი შვილებისთვის. მეც მადლობა თქვენი ყურადღებისთვის და მადლობა თქვენ, მადლობა. დღეს გაცნობთ სამ პატიმარს, რომელიც და არა მარტო პატიმარს, როგორც მივხვდი. ხო, მე მყავდა შეხეთ შორის კოკერი და ისე ძალიან ბრაზიანი იყო. ეს ხელში გუჭირავს ხოლმე ბრაზდება. ვინმე გვეკარება, მაგრამ ისე ძალიან კეთილია. ხო, იმედი რომ კოკერი არ შეგჭამს დღეს, როგორ? ხო, მაგიტო გიცანი. მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? თქვენ მეუღლე ხართ, როგორც ერთი ძალიან სასიამოვნოა. ეს ანუ თუ დაჭდება შო? ყველას გიყვეს? დასვი. ჩვენ ძაღლები გვყავს. მე ძაღლი მყავს. მე თქვენ ვერ გამაკვირებ ძაღლით შემოხტომით, ცეტი ფრანგი მყავს სახში. რა მოხდა? როგორ ახართ? რა ვიცი, აი როგორც თქვენ ისე დაახლოებით, ყველა ერთ წუხილში და ერთ ომში. ჯანო. ნანა არჩაია. ჯანო არჩაიას მეუღლე. მე არჩაია, ჯანო არჩაიას შვილი. ეს ჯანოს მეგობარი. დღეს ესე დაიმთხვა, რომ ვისთანაც მივედი, თითქოს ყველა ზვიადისტია. აი ზვიადის სიყვარულიდან მოსდით ეს და შეიძლება უფრო მარამ და არც ვიცი ხა რატო ჩემი დასკვნა მაგრამ კი ჯერ მომიყევით ჯანოზე ჯანო არჩეი არის საუკეთესო მამა საუკეთესო მეუღლე ვიცხოვრეთ 33 წელი ერთად და
სიყვარული და სითბოს მეტი მე მაგასთან არაფერი არ მინახია. Santel. მე ამაყება რომ ჯანო მანდარი მე მაგით ამაყი ვარ ჩემი შვილები ამაყები არიან რომ მამამისი იმით სიამაყით დადიან ესე ვიცხოვრე სიყვარულში ვიცხოვრე სითბოში ვიცხოვრე და შვილებისთვის კაი მამაა და რა ვიცი ყველაფერი კარგს მე არ ვიცი დიზიადისტობით დავიწყოთ. ბაბუა ზოგადად ძალიან იყო ესე ჩართული პოლიტიკაში, რაც ჩემი მახსოვრობა არის, სულ ესე ბაბუა ძალიან აქტიურად იყო პოლიტიკაში ჩართული და რა გახსოვს აი ამ აქტიურობით? რაც კი აქციები არსებობს, ყველგან იყო. მამაც ბაბუასთან ერთად ზვიადიდან მოყოლებული 2003-ში სააკაშვილიდან მოსვლის პერიოდიდან სულ ესე აქტიურად იყო ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ მამა მაშინ პატარა იყო. ეხლაც ბაბუა დაგვეღუპა 2 წელია. სააკაშვილის დაჭერის პერიოდშიც მანდიყო, მაგრამ მამა აქტიურად არის ისევ ჩართული. ეს აქციები რაც დაიწყო, დღე არ მახსოვს, რომ მამა იქ არ ყოფილიყო. კარავში ეძინა ხოლმე და ვეხვეწებოდი, რომ აი ერთი რამე მოდი უბრალოდ გამოიცვალე. მამას პასუხი იყო, რომ არა, მე რო წამოვიდე, ხალხი უჭირდება, აქ უნდა ვიყო, აქ უნდა ვიდგე. ბოლო 3 დღე სანამ მამას დააკავებდნენ, იმდენად ცუდად იყო, თან მამას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ღვიძლის ფუნქციები აქვს დარღვეული, ნაღველი, მოკლედ სერიოზული პრობლემები აქვს და ბოლო 3 დღე ხვეწნით, მუდარით დავტოვეთ, იმიტომ რომ სიცხეები ჰქონდა, ამდენი გაზის და სპრეის ნაყლაპი, ასთმული ხველება დაიწყო უკვე მამას და ეს ბოლო 3 დღე იყო სახლში. თუმცა აი ძლივს ვაკავებდით, რასაც გვეპარებოდა. მაგრამ მე 5 დეკემბერს უკვე მამა დააკავეს. როგორ? სანამ დააკავებდნენ მამას მოდი და ჯექი ძალიან უჭერს რეზი ან გააგზელე ან გავაგზელე შვილი და მამა კი არ იყვნენ ძმაკაცები აი ესეთი ოჯახი მაქვს შვილებთან მამასის არ ქონდა მაგას იყო ძმაკაცი და მეგობარი ბავშვებთან და ესე 5 დეკემბერს ძალიან უჭერს მამობა ძალიან უჭერს 5 დეკემბერს მამას დავყავდი ხოლმე დილაობით სამსახურში თბილისში მოლში მუშაობ და ყოველდღე პირველ საათზე მამას მივყავდი ხოლმე სამსახურში და სანამ სამსახურში წამიყვანდა შევამჩნიეთ თეთრი ავტომობილი დაბურული თან გამოვყვნენ უკან მოსაკითხად რომ დავურეკე მამას უკევში აღარ მპასუხობდა არც ჩემი ძმა არც მამა ჩემი სადმე თუ საქართველოს მასშტაბით შეიძლება იყოს იზოლატორი ყველგან დავრეკე რაც კი შეიძლება და ნომერი მომეწია და არსად არ იყო თურმე ბოლოს როგორც დავადგინეთ ავჭალის პოლიციის უკანა მხარეს ნიკორა მაღაზია და მაგის უკან ყავდათ დამალულები რომ რაღაც აჟიოტაჟი არ მოყოლოდა ამას ან მე არ დამერეკავ ინვესტვის ან ჟურნალისტებისთვის და ამიტომ გადამალეს მამა თან ჩემი ძმაც მან ყავდათ ჩაკეტილი ცალ-ცალკე ავტომობილებში ცალ-ცალკე ავტომობილებში შენ კარგად მოყვები იქ იყავი ანა მეგრულად უთხარი იქნებ გაიგოს მეგრე რა მეგადა კოჩანიერო ხედა როგორ ჭრის ხამოთ ხედა უბრალოდ მეგრელე რა ხდება ვიცოდი რა ენაზე უნდა დალაპარაკებოდა რა მოხდა როდესაც დაგაკავეს ერთ-ერთი ამითხრა რომ შეხარო შვილიო ჯანოსიო დიახნე გამბოჭეს სხვადასხვა მანქანებში გაგვანაწილეს ცოტა ხანი იქ ვიდექით ავჭალის საპატრულოსთან გადაგვიყვანეს ავჭალის პოლიციის უკან მდებარე კორპუსებში სადღაც ჩიხებში შეგვიყვანეს იქ ყავდით სადღაც სავარაუდოდ ალბათ ღამის 8 საათამდე ანუ ჩიხში იდექი კაცი შვილმა არ ცოა სად ვიყავით დაყალბის ადგილი რა უწერია მამას ეს აღწერილი სახლი მდებარე სახლი წერია მაგრამ ჩვენ დაგვაკავეს ავჭალის პოლიციასთან და ის წერია საგამოძიებაში იქ რა გაჩერებლები იყავით ისე ეგ არავინ არ იცოდა სად ვიყავით მამაჩემს ხედავდი ხოლმე იქ გადმოყავდათ არ ვიცი რა რატო უღებდნენ სურათებს უღებდნენ ჩასვამდნენ გადმოიყვამდნენ და ასე შემდეგ მამაჩემი გაჩერდეს მანქანა გაუჩერდეს დაადეს ბორკილები მოვედით სახლში აქაც ყველაფერი თავდაყირა დაგვიყენეს და მაგის შემდეგ მამაჩემი რო გადაიყვანეს რა არის ვიდეოში რომელიც მათ აქვთ არაფერი თან რა ვიდეოებიც მაქვს ხა მე თვითონ ტელეფონში ეს არის რომ
იმასაც არ ვარყო, მე ყველა აქციაზე მანდა ვარ. დაწყების დღიდან მანდა ვარ და ყოველ დღესაც და ხვალას სულ მან ვიქნები, მაგრამ მე რა ვიდეოებიც მაქვს ამ ჩემს ეს არის რომ შვიდობიანად წყნარად დგას, ამ ბავშვებთან თამაშობს. გამოძიებაც მხოლოდ ის ამოიღო, რომ არც სროლის რამე რო აი რამე ესროლა რამე ეჩხუბა. უბრალოდ ის აქვს გამოძიებას, რომ მხოლოდ დგას ჭიჭნაზის ქუჩაზე და იგინება. მე ასე ვთქვათ, აგერ სახში რო შემოგიყვანეს დედაჩემი ეგეც გეცოდი იმათ დიაბეტით არის. ცუდად გამიხდა. აი აქ ვიდექი ზუსტად ამ ადგილას, ცუდად რო გახდა და ასე ვთქვათ, რავი, ამ სიტყვას რომ გაითიშა, ახლოსაც არ მემიშვეს. ამაჩემი ბორკილებით მე გააგერ და ახლოს არ მივიშვეს. იმის გამო რომ კარებიც გადამიკეტეს და არც მეზობლები ან ვინმე არ შემოუძიეს ან ჟურნალისტებიო და ახლოსაც არ მივიშვეს იქამდე სანამ ამაჩემ არ მოითხოვა და ყვირილი არ დაიწყო რომ ქალი მოკდება და წყალი მაინც შეასხმევინა შვილსო, მანამდე ახლოსაც არ გამაგარეს. მაგის მერე მიმიშვეს დედაჩემ მოვიყვანე კონზე ტელეფონსაც არ მაძლევდნენ, საერთოდ არ მაკარებდნენ ტელეფონის სიახლოვეს. მეთქი საწრაფოში დამარეკინეთ მეთქი თვითონ ამიკრიფ 112-ის ნომერი და თვითონ ეკავა ტელეფონი, როცა მეუნებოდა რომ სხვაგან ხელი არ მოგიდო ტელეფონს არსად არ დარეკო. და ჩემი და რომ მოვიდა სახლში, ჩემი და მეძებდა, გვეძებდა ასე ვთქვათ. ჩემი და რომ მოვიდა სახლში, კარებზე რომ დააბრახუნა, დაჟე მაღაზიაში შეიყარნენ რომ ვინმე სხვა არ ახლდეს, ან ჟურნალისტი, ან მე გახედეთო. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ შემოვედი იმდენად განერულებული ვიყავი, რომ ვერ ვიპოვე, არ ვიცოდი კაცი ცოცხალია, მკვდარია, ნაცემია, არ არის, თან სულ მედიკამენტებია მამა ჯანმრთელობიდან გამომდინარე. ძალიან ცოტა ემოციურად ყვირილით შემოვედი, რომ ადამიანური ფაქტორია მეთქი, რომ გეთქვა სად არის უბრალოდ ცოცხალია თუ არა თქვა და აი იმდენად აი ნაგურად აი ტონს დაუწიე და შენ გეკითხება და რაღაც და ბოლოს მამიკო რო გაყავდათ მეუბნება რომ კადრშიო შენს ჩანხარო მამა შენთან ერთადო მაგრამ შენ არაფერს არ აშავებდა რეალურად ბოლო სადღაც ერთი კვირა ვერ დავდიოდი აქციაზე და იმ დღეს როცა მამას ედავებიან რომ იქ იყო და დააზარალა ვიღაცა არ ვარსებობ მე ვარ მაგრამ ეს არ არის თვითონ იქ მამასთან ერთად თუმცა არაფერს არ ვაშავებ არც ერთი აქცია არ გამოკლებია ყოველ დღე მანდვარ საღამოდან ბოლომდე დილამდე. მანამდე ვიქნებით დედა და სულ ვიქნებით სანამ მამა. სულ მანდავარ და არც ერთი აქცია მე და მამაჩემს არ გაგვი ასე ვთქვათ. არ გამოკლებივართ არც ერთ აქციას და მამაჩემის მერე მე ვდგავარ მანდ. ჩემი და თუ ვერ ახერხებს მე სულ მანდავარ. ყოველ დღე არ არის ისეთი მე მანდ არ ვიყო. მისი განწყობა როგორია ცეხი? ყოველ დარეკვაზე ესე გვეუბნება თქვენი მონატრება მაქვს, თორე ძალიან კარგად ვარო, ძალიან ხმეთ ვდგევარო. და ჩვენც ეს გვიხარია. რომ ჯანო კარგად არის, ჯანოსთან ერთად ვინც არის, ისინიც კარგად არიან. რა ვიცი, ველოდები ალბათ განთავისუფლებას. ყველა ამ 40 ქვეყნის განთავისუფლებასთან ერთად. აბა მითხარი შენ მამის ემოციებში რას კითხულობ? მამის ემოციებში? მამა არა ჩვენ. მამა ჩემთვის ყოველთვის გმირი იყო ეს თავიდანვე. ამ აქციებამდეც და მაჩემს ვაფშე სხვა ურთიერთობა გქონდა ერთმანეთს და ჩემს ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ ამ ყოველთვის მე რაც ველაპარაკე არანორმალურად ხნედ დგას და ყველაფერში არის დარწმუნებული, ყველაფერი კარგად იქნება. დღესაც რო გამოუშვანო, მაჩემი დარწმუნებული ისე მანდ იდგება, სადაც იყო. მამაჩემი არის ჩემთვის გმირი და ყოველთვის გმირი იქნება. გვიამაყება მამა შენი ამაყება. და ყოველდღე რეკავს ხოლმე. ყველაზე რთული პერიოდი იყო მამას დაჭერიდან 2 კვირა. იმიტომ რომ მამამ ზოგადად არც ერთ შვილი მე და ეზი განსაკუთრებით მამაჩემის გარშე დღე არ მოგიტარებია. სულ ერთადერთი. კიდე ყავს უფროსი ბიჭი, თელავში ცხოვრობს. მამა არ არის. ანუ იყო ჯანმრთელი. ჩემთვის მამა არ არის. იღბლიანი ადამიანი, არა იმიტომ და ხარო აქ გადავაღება და რაღაცა. რეალურად მართლა ეგრეა. ძმაკაცია, დაქალია. მე თუ შეყვარებული მყავდა და ვინმე მომწონდა, მამა იყო ჩემი მესაიდუმე. მამა მაპარებდა დედასგან, რომ დედა არ გაბრაზებული იყო და ესეთი მამა. 2 კვირა იყო ყველაზე რთული, სანამ ბარათს მისცემდნენ მამას და დაგვირეკავდა, ხმას გავიგებთ, უბრალოდ თუ კარგად იყო თუ ცუდად. მაგრამ იქაც მოახერხა, მეგობრის შოვნა მოპოვა და სხვისი ბარათით, სხვისი სახმით გამოვიდნენ, რომ კარგად იყო.
ცოტა მაშინ ამაშინე. თავიდან ტირილით შევხვდით ოჯახი, ყველაფერს რომ мама და ხა უკვე ხნეთ ხართ. ეხა ღიმილი ვიყები და ზუსტად ვიცი რომ სატირალი მე არ მაქვს არაფერი და იმ ხალხს არ სატირალი ვინც ბაბილოში ქეიფობდა და დღეს ბიზნეს ბაობაბებს იცავს და ამართლებს იმით რომ ომი გინდათ. მაგათ აქვს სატირალი თორემ მე ძალიან ღიმილით ხდება ხალხი და სიამაყით რომ მამაჩემია იქ და მამაჩემი იბრძოდა ჩემი თავისუფლებისთვის, ჩემი ძმისშვილების თავისუფლებისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც გაწირა ამ ქვეყნისთვის და უბრალოდ პუტინის დაკოლზე ველივით. არ შეიძლება რომ ვიაროთ. ამიტომ მამაჩემი იქ არის. შეიძლება გაწერონ 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, მაგრამ ძალიან ჯამში მამა იქ გამოვა. მამა ისევ სახში იქნება და თუ საჭირო გახდება, მამა შეიძლება და სიცოცხლესაც დაცვას ალბათ ამაში დარწმუნებულია. აი მაშინ როდესაც ძალიან ცუდი ამინდები იყო, ყინავდა და გაუსაძლისი იყო, ქუჩაში დგომა, მაგრამ მაინც ვიდექით. აი ეს 64, ეს იყო მართლა 64 მაშინ ჩვენთვის. იმიტომ რომ ახსნას როგორ გაგვიღეს კარები, ამ სივრცის კარები და გვითხრეს რომ ყველა შეგვეძლო ნებისმიერ დროს შემოსვლა, გათბობა და უფრო მეტიც ცხელი ყავა იყო უფასო აქციის ყველა მონაწილესთვის. შესაბამისად, ეს არის ის ამბავი, რომელიც შეიძლება დაგვამახსოვრდეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი მოგონება იყოს პოზიტიურ კონტექსტში აი ამ პროცესებთან ერთად და ყველა ვინც მდგარა რუსთაველზე გეტყვით რომ ეს სივრცე მათთვის იყო რაღაცნაირად ძალიან სწორი, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან თბილი ადგილი, სადაც შემოვდიოდით იმიტომ რომ უბრალოდ გარეთ დგომა ყოფილიყო რაღაცნაირად შესაძლებელი, იმიტომ რომ ყინვა მართლა გაუსაძლის ხდიდა რუსთაველზე ყოფნას. ამისადა როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის და ჩვენ გავემარჯვებთ სახელოვნად, დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ჩვენგანი ამ კაფეში, მუზეუმში ივლის იმ ენერგიისთვის, რომელიც თითოეულმა თქვენგანმა, თითოეულმა აქციის მონაწილემ აქ დატოვეთ და ყველას ენერგია, იგრძნობა და მე ვფიქრობ რომ ეგ ენერგია იყო, რაც ყველაზე მეტად გვათხოვდა სხვათა შორის იმ დღეებში, გარდა იმისა, იმ სივრცისა, რომელსაც აქ გვახვედრებდნენ. და ეს ადგილი შევარჩიე სპეციალურად იმისთვის, რომ პირველი გამარჯობა ტელეკომპანია პირველის ეთერიდან მე თქვა თქვენთვის. მინდოდა რომ აქედან, აი აქ ამ სივრცეში ჩამეწერა პირველი სტენდაპი და მე თქვა რომ დღეიდან ყოველ 4 შაბათს ტელეკომპანია პირველის ეთერიდან მოგესალმებათ ნანუკა, სხვა ნანუკა, ისევე როგორც დღეიდან თვის ყოველ 1-4 შაბათს გადავარჩენთ სხვა ადამიანის სიცოცხლეს და ამაში მივიღოთ მონაწილეობას ყველა. ყველა ვინც გვიყურებდით, ვინც გვიყურებთ და ვინც იქნებით ჩვენი მომავალი მაყურებელი. მე ვარ ინგა ესვანჯია, გურამი მირცხულავას დედა. ჩემი შვილს წაყნებული აქვს ბრალად 225 მუხლი, ეს არის ჯგუფური ძალადობა სამართალდამცავებზე და საუბარი ასევე 351 პრიმი მუხლის დამატებას. რას გულისხმობს? ეს წინააღმდეგობას და ასე შემდეგ. უფრო გართულებული ვერსია. ანუ შვილი ციხეში რამდენი ხნით გაუშვეს? მუხლი ითვალისწინებს 4-დან 9 წლამდე. მომიყევით თქვენ შვილზე? ეს არის ჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც გაიზარდა 90-იან წლებში, მისმა ბავშვობამ სკოლის პერიოდმა ჩაიარა. არ ვიცი, კარგად სწავლობდა 51 საჯარო სკოლაში. ბევრი მეგობრები ყავდა. თამაშობდა ფეხბურთს, იყო აი ამ უბნის გუნდის მეკარე. კი, და არ ვიცი, მე პრინციპში ყველანაირად ვცდილობდი, რომ მისი ყველა წამოწყებისთვის მხარი ამებრა. რაც შეეხება დანარჩენს, აი ამ მენტალიტეტის ჩამოყალიბებას და ასე შემდეგ. ვიტყოდი, რომ ოჯახმაც მოახდინა გავლენა. იმიტომ რომ ჩემს ოჯახში ყოველთვის ანტი-რუსეთის, ანტი-საბჭოთა განწყობა სუფევდა. დაწყებული ეს მომდინარეობს ჯერ კიდევ მამაჩემის ბაბუიდან და დამთავრებული ალბათ ჩემითაც, მაგრამ ალბათ გულის ჩამოყალიბებაზე ყველაზე დიდი გავლენა ჩემის აზრით, ჩემი გადმოსახედით ჩემმა მამამ მოახდინა. რატომ? აი რატომ? მითხარი რითი? როგორ გითხრათ, იცით, მამაჩემს ყოველთვის ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა თავისი თაობის დისიდენტებთან.
ჩვენთან ფონდა აი ეს ჩუმად გავრცელებული დისიდენტური ლიტერატურაც და საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ აი დაწყებული ჯერ კიდევ ჟორდანიას მთავრობიდან აი ამ ინფორმაციას არა მარტო სახელმძღვანელოებიდან ღებულობდა მამაჩემიდან და ეს ყველაფერი პარალელურად მიდიოდა როგორც ოჯახის ისტორია გადაჯაჭვული აი ამ ქვეყნის ისტორიასთან ფაქტიურად ყველა აი ესეთმა გადამწყვეტმა ბრძოლამ ჩემი ოჯახის თავზეც გადაიარა აქციები რომ დაიწყო გური აქ დადგა სწავლობდა ილიას უნივერსიტეტში მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში ნუ თუ დღეს ქართულად შემოშკითხავთ აგენტი ყოფილა ნამდვილად ეგრე გამოდის ქონდა საკუთარი პროექტებიც ეს და რა თემებზე მუშაობდა არასამთავრობოში ძირითადად ეს იყო სოციალური თემატიკა შემდგომ მოხდა ისე რომ დარჩა უმუშევარი და უკვე ქონდა შემთხვევითი სამსახურები რაღაცებს თარგმნიდა ალბათ იმისათვის რომ დამხმარებოდა თუმცა როგორც დედა ვიტყოდი რომ ყოველთვის ცდილობდა ჩემს გვერდით რაში გამოიხატებოდა მამამისი იყო პირველი ჯგუფის ინვალიდი ნუ აფხაზეთშიც იბრძოდა ყოფილი სამხედრო შემდგომ უკვე მუშაობდა ამ სამხედრო სტრუქტურებში ნუ შემდეგ 90-იანი წლების თაობის დაკარგულ წარმომადგენელს ეს როგორ გითხრათ ეს გზასაცდენა 1000 უბედურება რის გამოც გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი და შემდგომ როდესაც უკვე საჭიროებდა მოვლას გური როგორ გითხრათ აი 50-50-ზე ყველანაირად ხარში მედგა და ანუ შეიძლება ითქვას რომ გური იყო ექთანი მამის დიახ ესე შეიძლება ბოლო პერიოდში აი როდესაც დამძიმდა მდგომარეობა ესე შეიძლება ითქვას ანუ რისი გაკეთება უწევდა კვება მოვლა ის რომ გაესერნებინ ჰაერზე ნუ ეზოში გამოეყვანა და კიდევ აი ყველაფერი რაც აი ესეთ მძიმე მდგომარეობას ხლავს გური სად დააკავეს მაღაზიაში ჩადიოდა სიგარეტის საყიდლად და 4 მანქანა პოლიციელები და ელოდებოდა დაკავებას იცით ეგ სულ მიმეორებდა როდესაც ესეთი ამბავია მე ყველაფრისთვის ვარ მზად დედად შენც ყველაფრისათვის მზად იყავი სად იყავე მაგ დროს როდესაც გური დააკავეს მე სამსახურში ვიყავი აი შენი ემოციური განწყობით ინგა აი ემოციურად როგორ აფასებ ამ ამბავს ანუ რა სახელს არქმევ რატოზის შვილი ციხეში მე ამას ერთ რამეს დავარქმევდი ეს ელემენტალური ვალდებულებაა როდესაც ქვეყნის საკითხი აი ესე მწვავედ დგება მე ვფიქრობ რომ ეს ვალდებულებაა ყველა ადამიანი ვინც არ უნდა იყოს მივიდეს და დაიკავოს ის პოზიცია რაც მას სწორად მიაჩნია. ანუ იყოს ქვეყნის მხარეს. რა თქმა უნდა იყოს ქვეყნის ინტერესების მხარეს. იმიტომ რომ რაც არ უნდა დაუტოვოს შთამომავლობას. როგორ გითხრათ, ყველაფერი წარმავალია, ყველაზე უკეთესი იქნება შენ შთამომავლობას დაუტოვო გამართული, კარგი სახელმწიფო. დიდი მადლობა. თან დიდი მადლობა. დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ერთ-ერთ პატრიოტ ბიჭს, რომელიც ცდილობდა რომ რესტორანში მოკეიფე მოსამართლეებისთვის ეთქვა რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. და მოკლედ დააკავეს და მისი მეგობარი და დაჯდა გარე ერთგულების ნიშნად. არ გაგახსენდათ ის ფილმი რიჩარდ გირს რო ელოდება? ნუ თქვენი ამბავი უკეთესად დამთავრდება ვიდრე ის ფილმი. როგორ ხარ? კარგად ჯო როგორ ხარ? ცუდად მცივა? დისკომფორტში ვარ. და ისედაც ზოგადადაც ისე ვარ რა. სუტყუილად. ხო არა? აბარა. ხედავ ეს ხასიათის ამბავია ეთყობა. კი. ახლა ამ ტემპერატურას რამდენი ხანი უძლებ?
არ ვიცი, საათები არ დამითვლია, მაგრამ რაღაც ეტაპზე მანქანაში ხო გადადიხარ. კი, ეხლა დღეს ძალიან ქარია და უეჭველი მომიწევს გადასვლა. პირველი 2 დღე არ გადავდიოდი. მინდოდა რომ ხარისხიანი პროტესტი გამოსულიყო, იმიტომ რომ შანსი იყო რომ გამოეშვათ 2 დღიანი წინასწარი პატიმრობის მერე, მაგრამ 10 დღეო. ვერ მოვახდინე ქალბატონ მილდერბერგერს და შაბათრობა და მოგაუშვა 10 დღით და მეც გამომიშვა 10 დღით აქ. ეს არის რაღაცნაირი ერთგულებად? ერთგულებაც, გამხნევებაც სხვა ყოების და მანიფესტიც, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ არ ვართ ნორმალურები. და უნდა ელოდნონ ბევრად უფრო არანორმალურ წინააღმდეგობას, აი თუნდაც ესეთ არაადეკვატურ და არანორმალურს და ეხლა უბრალოდ თავშეკავებული ხალხი ვართ მაქსიმუმამდე ვითმენთ, მაგრამ თუ იმას შეეხება, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და გვეიმედება, მერე ჭკუა არ მოგეკითხება და ესეც გაფრთხილებასავით არის რა. და ჩემთვის შენი აქცია არის იმისი ჩვენება, რომ ერთ ადამიანსაც კი შეუძლია ბევრი რამე შეცვლა. ეგეც არის, კი, ეგეც მინდა რომ რომ თითოეული ადამიანის პროტესტს რამხელა მნიშვნელობა აქვს. კი, ეგეც არის. თითოეულ ჩვენგანს რომ შეუძლია რაღაც ისეთი პროცესები შექმნა, ხა გზაში ვნახეთ რომ მოვიდნენ სხვები, გნახულობენ, რამხელა სოლიდარობა, ანუ რამხელა რაღაცას აჩვენებ, აი ამ ხო, ეს დღე ძალიან დაწვრთულია მთელი დღე. მიდის ხალხი, აქ რა ზოგმა ეხა პატარა ბიბლიოთეკაც გამიჩნდება მალე. წიგნები მოაქვთ? კაი რა. ხო და რა ვიცი, აი გაუძელი ნანუკა, გაუძელი. ანუ მე მინდა რომ ხალხს ვანახო აქ როგორც ცივა. ვინც ახლა სახში ზის. ხო და ვინც ახლა სახში ზის, აუცილებლად დღეს თუ ვინმე მხარდაჭერას მიცხადებს, მე და ჩემს მეგობარს გავიდეს რუსთაველზე მაგალითად. იქ შეუვლიათ ბარში შევიდნენ, ყავადალიონ გათბნენ, რა ვიცი. რა ჩვენ არ შეგიძლია? მე ვნახე აქ იგივე რა შეგიძლია? ბევრი უფასო ყავა მაქვს. მომიყევი რა შენ მეგობარზე? ვინ არის დაჭერილი? ზვიადი არის საუკეთესო ადამიანი, ჩემი მეგობარი, რომელიც იმსახურებს ამ ყველაფერს იპროესტს. რომელიც იყო იქ ერთად ვიყავით, გამოდის მოსამართლეების ჭამას მის და ღრეობის პროტესტზე. მოსამართლეების кейფზე მივიდა უკანონო პატიმრების მშობლების ხარდასაჭერად, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე ბევრი გულაპარაკია, მე საერთოდ ყველას ვეუბნები, რომ სასამართლოს პრობლემები რომ მოგვარდეს ამ ქვეყანაში დანარჩენს მივხედავთ ხალხი რა. ზუსტად. ხო და შესაბამისად მოლდოვა აგერ ზუსტად სასამართლო გადაარჩინა. ხო და ვიცოდით რომ ეგ მნიშვნელოვანი ამბავი არის, ვიცოდით რომ მოსამართლეებს აქვთ ტრადიცია სუფრის, რომ როცა მორალურად გაუჭირდებათ მურუსიძე არ ვიცი თუ იცი ეგ ტრადიციის სახებ ნაზი ჯანეზაშვილი ყვებოდა, როცა ამ კლანსო მორალურად გაუჭირდებაო და როცა სასამართლოს ირგვლივ რაღაც სკანდალები და რაღაცეები შეიქმნებაო, ერთგვარ team building-საც ყოფენ, იკრიბებიან. ხო და ეგ რო ვიცოდით უბრალოდ გააზრებულად ეგ და ჩემი მეუღლე წავიდნენ გასაპროტესტებლად. მე ვზივარ სახში ჩემ 2 წლის შვილს ვუვლი და ხედავ Facebook-ზე რომ აღსანიშნავია რომ მეუღლესთან ერთად რიგები აქვთ, ანუ თუ ეს დადის მეუღლე ურის მოწოცა, მეუღლე მიდის. კი. და ჩვენი შვილი გაბრაზებულია ჩვენზე 2 დღეზე, იმიტომ რომ ხო და Facebook-ზე ვხედავ მაუწყებელი რო არის ონლაინ მედია, მაგაზე და მოკლე ვიდეო, ზვიადი დგას ესე სავალ ნაწილზე. კორდონია ირგვლივ პოლიციის, ანუ ვერსად ვერ მიდის, ალყაშია ფაქტიურად, მოდის შორიდან პოლიციელი, მიზანში ყავს აშკარად ამოღებული, დააავლებს ხელს და იყავს. ხმასაც არ იღებს, არ იგინება, ანუ სასამართლოზე გვითხრეს, რომ უმისამართლოდ იგინებოდა მოსამართლეების. ამ დროს არა. ხო, ეს რაღაცა შაბლონი არის, რომ იდგნენ 5-10 მეტრის მოშორებით, იგინებოდნენ უმისამართლოდ ვიღაცის მოსამართლე ამ შემთხვევაში ან პოლიციელის ან მოსამართლე. და ნუ ეწინა ხელს უშლიდნენ, აი ეუნებოდნენ რომ გადაიწიე და ის არ მიდიოდა არსებობენ და აი ეხლა რა ვიცი მე რო გითხრათ ეხლა რომ გადაიწიეთ, სად უნდა გადაიწიოთ, ანუ აქეთ იქეთ უკან. რას ვაფერხებთ ან? ხო, მით უმეტეს ტროტუარზე ვდგავარ და დაიჭირეს იყო 48 საათი იჯდა და მე 10 დღე მიუსაჯეს. ხო და ზვიადზე რა მოგიყვეთ, რა ვიცი, არის ხელოვნური ინტელექტზე მუშაობს, ბევრი წლის მეგობრები 16 წლიდან და კონკრეტულად რა აღმოჩენას ამტკიცებს ხელოვნური ინტელექტის ნაწილში რა მიმართულება? არა, მანქანებში ჩაშენებულ ხელოვნურ ინტელექტს ასწავლის ტარებას რა, ეგ არის. მარტივად რო გითხრათ. და შენ რა საქმიანობ და რა საქმე? მე გრაფიკული დიზაინერი ვარ, ილუსტრაციებს ხატავ კიდეც, შეიძლება იცით კიდეც საპროტესტო აქციებზე გადაღებულ ფოტოებში ვხატავ ხოლმე ძველ ქართველ პერსონაჟებს.
კარგი ადამიანი გაგიცანი. ხო და. თავარი ახლა ჯანმრთელად იყო შენ. კი, მე აქ გვირილის ჩაიც მაგ და მეგობრებს ჯინჯერის ჩაიც მოაქვს და იმუნიტეტს ვიკაჟებ. შემოდიან კონტაქტში? კი, სხვა შორის ძალიან კაი ბიჭები არიან. მითხრეს რომ თუ რამე დაგჭირდესო, წყალი გათბობა და ტენვა მოდი. რა კარგი არის, რომ ადამიანები ყველგან არიან. კი, მე ეჭვი არ მეპარება, რომ კი, ნამდვილად არც მე. არიან დარჩენილები. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ცდილობენ რომ დავკარგოთ ნდობა. ხო, და საპირისპირო დაგვიმტკიცონ. გეთანხმები. მე ვიქნები ცოტა ხანი შენთან ერთად. მაინტერესებს რამდენი ხანი გავუძლებ. ბიჭო რა, კიდე რა გაინტერესებს მითხარი. მე მაინტერესებს აი შენი ეს რა ნივთები გიდევს აქ შეიძლება ვიზრომიალოთ. კი, როგორ არა, დღეს დილა დაიწყო აი ამ წიგნით მაგალითად. აკა მორჩილაძეს როძინა და მინაწერი არის რომ გისურვებ რომ სამშობლო არ გარზოს გამხდარიყოს როძინაო. აი რა. ასევე დღეს მე მეცი რომ ეს წიგნი პატიმრებთან არ შეგვატანინეს? ზუსტად. ზუიადსაც არ ანუ ზუიადის თანამშრომლებმა მოიტანეს თემა იგივე დიქტატურის გემო. კარგი წიგნები მოაქვთ. გადასარევი გაცილებით განათლებული დავტოვებ. ხო, გამეთქვა ძალიან ხელსაწყოებით გამოხვალ აქედან. ერთი წიგნი უკვე დავასრულე, დილით მაქვს პერიოდი, როცა არ მოდის, ანუ უფრო ადგილობრივები მოდიან, ვინც სამსახურში მიიჩქარის და ესე უცებ ბანკაიდან გადმომაწოდებენ ყავა, ჩაი რაღაცა. აი რა. აქ დავიდგამ. ყავს მნახველი. ეგრე გამოდის, კი. ძალიან მაგარია. დროები გადის მით უფრო იმატებს და ბოლოს აღარ ვიცი. შეიძლება გზა გადავკეტოთ. ცალკე აქცია ჩატარდეს. ფილიალი გავაკეთოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველა ადამიანის პროტესტი, რა საბოლოო ჯამში ის ადამიანი მე თავის სოციალურ გარემოს ქმნის რა.